8 წლიანი პაუზის შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „არილის“ ბოლო 3 ნომრის პრეზენტაცია მწერალთა სახლში შედგა. განახლებული „არილი“ მკითხველს თავაზობს რეცენზიებს, მოთხრობებს, კრიტიკასა და პუბლიცისტიკას. ჟურნალისტვის მნიშვნელოვანია ტექსტი, მისი ლიტერატურული ღირებულება და არა სახელები. „არილის“ მთავარ მიზნად კვლავაც რჩება ახალი ავტორების აღმოჩენა. ჟურნალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოდის. 2013 წელს დაფინანსებულ პროექტებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. მართლაც 8 წლიანი წვეთის მერე ამ ჟურნალის აღდგენა ვფიქრობ, რომ ხელშეუწყობს ლიტერატურული კრიტიკის განვითარებას, ზოგადად ლიტერატურული პროცესის განვითარებას და ხელშეწყობას ქვეყანაში. ჩვენი ჟურნალის მთავარი ფუნქცია და მისიაც სწორედ ეს იქნება, რომ შეაფასოს და ასე ვთქვათ იყოს რაღაცა საუკეთესო შუამავალი მკითხველსა და ავტორებს შორის. ჟურნალ „არილის“ არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ლიტერატურული ცხოვრებისთვის და მგონია, რომ ყველა შემდეგი პროცესის მამოძრავებელი გახდება და ძალიან მართლაც გულწრფელად მიხარია, რომ ვარ ამ ჟურნალის ახალი ავტორი, სულ 2 სტატია დავწერე, გოგი გვახარიას რემლიან სათვალეზე და ბოლო ნომერში ფრანკფურტი 2013-დან ერთ ჩემი რეპორტაჟი.